NASA ზონდი ჯუნო იუპიტერის თანამგზავარ იოზე არსებულ გავარვარებულ ლავის ტბებს დააკვირდა. ის მთელს მზის სისტემაში ვულკანურად ყველაზე აქტიური ციური სხეულია. ჯუნომ სწორედ მასზე არსებული ტბები შეისწავლა, რომლებსაც გავარვარებული ლავის მასები ქმნის. წამყვანი ჰიპოთეზის თანახმად, ამ უცხოელესი რეზერვუარების შემადგენელი მასები დაბლიდან მაღლა ამოდის, რის გამოც ტბების დონეც იცვლება. როცა ქერქი მათ ასობით მეტრის სიმაღლის მქონე კედლებს ეხება, ხახუნი მას ბზარავს და კიდეების გასწვრივ ლავის რგოლებს აჩენს. მეცნიერები ჯირამის მიერ 2023 წლის დეკემბერსა და 2024 წლის თებერვალს შორის პერიოდში მოპოვებულ მონაცემებს ეტაპობრივად აანალიზებენ. სწორედ ამის შედეგია ახალი მიგნება. ჯირამი ზონდ ჯუნოს ხელსაწყოა. პეკინში დაფუძნებული კერძო ჩინური კოსმოსური კომპანია Space Pioneer-ის ახალი რაკეტის Tianlong 3-ის ტესტირება აფეთქებით დასრულდა. აფეთქების ამსახველი კადრები სოციალურ ქსელში გავრცელდა. როგორც ცნობილია, მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. 30 ივნისს ხენანის პროვინციის ქალაქ გუნიში რაკეტის საცდელ რეჟიმში ადგილზე ამუშავება იგეგმებოდა ისე, რომ არაფრენილიყო. სპეციალისტებმა მისი ძრავები აამოქმედეს, მაგრამ ამ დროს გასაშვებ პლატფორმაზე აპარატის ფიქსაციისთვის საჭირო მექანიზმი წყობრიდან გამოვიდა და ის ვეღარ შეაკავა. შედეგად, Tianlong 3 მოულოდნელად მაღლა აიჭრა. ამის მიუხედავად მისი შემთხვევითი მისია დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან აფრენიდან სულ რაღაც 50 წამში რაკეტა ქალაქის გორაკიან არეალში ხმელეთ შეეჯახა და ცეცხლში გაეხვა. აღსანიშნავია, რომ Tianlong 3 ჯერ კიდევ გაუმჯობესების პროცესშია. შესაბამისად, ჯერჯერობით გაურკვეველია იქონიებს თუ არა გავლენას უკანასკნელი ინციდენტი მისი სამომავლო ტესტირებების ქრონოლოგიაზე. საინტერესოა, რომ ამ აპარატის სახელი ზეციურ დრაგონს ნიშნავს. გეგმის მიხედვით საბოლოო მოდელს დედამიწის დაბალ ორბიტაზე 17 ტონა ტვირთის ატანა შეეძლება, როცა მისი წინამორბედის Tianlong 2-ის ლიმიტი დაახლოებით 2 ტონა იყო. ჩინური კერძო კომპანიის ეს რაკეტა SpaceX-ის Falcon 9-ის მსგავსი ტექნოლოგიის მიხედვითაა შექმნილი. ამიტომ ნახევრად მრავალჯერადი გამოყენების უნდა იყოს, რაც ქვეყნის კოსმოსური მისიებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. არ დაიზარო, გამოიწერე ჩვენი YouTube არხი და გვიჭირე მხარი.